მოგესალმებით ყველას, მედია კავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას. ჩვენი დღევანდელი გამოშვება სრულად თეატრალურ სივრცეს და თეატრალურ სიახლეებს დაეთმობა. უკვე არსებულს და მომავალში კიდე განსახორციელებელს და შესაბამისად ჩემი პირველი გამოშვების სტუმრები არიან პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო თეატრის წამყვანი მსახიობი გენრიხ პეტროსიანი. მოგესალმები გენო და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და ამავე თეატრის საბალეტო დადგმების ქორეოგრაფი ბალეტის მოცეკვავე გვანცა ლაზარაშვილი. გამარჯობა გვანცა, დიდი მადლობა რომ მოხვედი. საინტერესო სიახლეები აქვს პეტროს ადამიანის სახელობის თეატრს. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ თქვენი კოლეგები ყავდნენ, რომლებმაც ისაუბრეს პეპოს და დადგმა პეპოს შესახებ, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ თქვენ მიდიოდით, მიემგზავრებოდით გასტროლზე, თქვენ ბრძანდებოდით გასტროლზე. აი გვანცა მე მინდა რომ შენ დაიწყო ამ თემის გარშემო საუბარი, ხოლო გენომ ისაუბროს იმ მომავალი სიახლის შესახებ, რომელიც რუსთაველის თეატრთან ერთად თანამშრომლობას ეხება. გისმენ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. სტუმრები გასტროლებამდე არა, პრემიერამდე იყვნენ აქ და მაპატიეთ პრემიერამდე. ხო, ნუ გასტროლებამდე გამოდის. ორივეზე ერთად. ჯერ პრემიერა იყო და მერე გასტროლები, ხო? საოცარი სიყვარულის და სითბოთი ჩაიარა ამ პრემიერამ თბილისის რუსთაველის სახელმწიფო ეროვნულ თეატრში. და შემდეგ უკვე გავემგზავრეთ ერევანში. მე პირველად ვიყავი ზოგადად სომხეთში და ერევანშიც შესაბამისად და ძალიან განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი მოლოდინით ელოდებოდა იქაური მაყურებელი ამ სპექტაკლს და ზოგადად დასს ძალიან უყვართ თბილისის ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა რომ უნდა გავუშვა ვიდეოები და მოდი გავუშვი უკვე რა სომხეთ გასტროლების ვიდეოები. ბოდიში. ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალაც სამოყვარულოდ გადაღებული, მაგრამ მაინც გვაქვს მოპოვებული. ძალიან დიდი სიყვარულით დახვდა თბილისის სომხურ თეატრს იქაური მაყურებელი, ერევნის მაყურებელი და ძალიან დადებითი ემოციები გაგვიზიარეს სპექტაკლის შემდეგ. მე დამხვდა აი ესეთი თბილი გარემო და წარმომიდგენია აი თვითონ გენომ და თითოეულმა მსახიობმა, თავისთავად ბატონმა არმენმა და ყველა ვინც უკვე იქ იყო ადრე ბევრჯერ არიან ნამყოფები და ვინც ძალიან კარგად იცის იქაური მაყურებელი, რამხელა სითბო და სიყვარული მიიღეს. ძალიან განსაკუთრებულ თეატრში მოხდა ჩვენი სპექტაკლის თამაში, ეს არის გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის თეატრი და ისეთ საკმაოდ ისტორიული, ძალიან კარგი შიდა სივრცით და ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ძალიან თბილი მაყურებლით. მე მახსოვს რომ აი ჯერ ფარდა არ იყო გახსნილი, როგორც კი სინათლეები ჩაქრა, გენოც მეთანხმება, მაშინვე აპლოდისმენტები გაისმა მქუხარეთან, რომ აი ამითი მივხვდი როგორ უყვართ და დავწმუნდი როგორ უყვართ ჩვენი თეატრი სომხეთში და როგორ ელოდებოდნენ კონკრეტულად ამ სპექტაკლს. და საპასუხოდ მე მგონი რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგმება ყველასათვის საყვარელი გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა ნაწარმოების მიხედვით და დგავს სომხეთის თეატრალური საზოგადოების პრეზიდენტი, ხელმძღვანელი რეჟისორი აკოპ ხაზანჩიანი და მოდი ხა აი ამის შესახებ უბრალოდ მე მინდა დასაწყისში მინდა და ეხლა მინდა და ყოველთვის მადლიერების გრძნობა მაქვს ერთი პიროვნების მიმართ, რომელიც ხელმძღვანელობს თქვენ თეატრს პეტროს ადამიანის სახელობის სომხური თეატრის ხელმძღვანელს ბატონ არმენს მინდა ძალიან დიდი მადლობა სამხატვრო ხელმძღვანელს დიდი მადლობა გადაუხადო იმ დასისთვის და იმ შემოქმედებითი წვისთვის, რომელიც შიგ მიმდინარეობს და ეს შემდგომ გადმოედინება მაყურებელზე ბატონო არმენ უღრმესი მადლობა. გენო მოდი ხა ძალიან ლამაზი სიახლეა იგეგმება და როდის აპირებთ სპექტაკლის საზოგადოებამდე მიტანას. გამარჯობათ კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ.
პრემიერა იქნება 17-ში, ვთამაშობთ ასევე 18 რიცხვში და 23-ში. სიმართლე რომ გითხრათ, პირველად არ არის რომ ვთამაშობ ბატონ აკოპთან ერთად, ანუ მის დადგმულ სპექტაკლში. და პირველად არ არის, რაც ძალიან მიხარია, რომ ვთამაშობ რუსთაველის თეატრში. ვინაიდან პირველი პიესა იყო, რაც დადგა მან, იყო იცხოვრე სანამ ცოცხალი ხარ. ანუ დადგა ჩვენ დასთან ერთად სომხურ ენაზე, რუსთაველის თეატრში და დადგა იგივე სპექტაკლი ქართულ ენაზე, რუსთაველის თეატრში. ასე რომ მაქვს უკვე მასთან ურთიერთობა და მაქვს ჩვენ თამაშობთ ამაზის როლს. კი, ეხლა რო დგავს კაცი, რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა, მე ვთამაშობ თამაზის როლს. ბატონ თენგო გიორგაძესთან ერთად, რომელიც არის რუსთაველის თეატრის მსახიობი. ნამდვილად ძალიან მოხარული ვარ, დიდი პატივისცემაა და დიდი სანერვიულო მაქვს, ვინაიდან ახლა არის დუეტი. შენ და ერთი მსახიობი და მაყურებლის მთლიანი ყურადღება არის შენზე. და ნამდვილად საპასუხისგებლოა, ყველაფერმა ნამდვილად ღმერთის წყალობით ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს. ნერვიულობ, მაგრამ აუცილებლად იმედია. ხა ნერვიულობის გარეშე არაფერი არ ხდება. ხა შემოქმედი ადამიანი ყოველთვის ნერვიულობს. ძალიან დიდი მადლობა. გვანცაი კვლავ მიმდინარეობს ჩვენთან ეთერში გასტროლებიდან წამოღებული ვიდეო მასალა. შენ ბრძანე რომ არ არის პროფესიონალური კამერით გადაღებული, მაგრამ არაუშავს. წერან გენომ ბრძანა მეო პატარა როლი მქონდაო პეპოშიო და გამახსენდა სტანისლავსკი არ არსებობს დიდი და პატარა როლი არსებობს დიდი და პატარა მსახიობი ხო შენ თვეების განმავლობაში იმუშავე დასთან ქორეოგრაფია შენია და მოდი აი ამის შესახებ მოგვყევი მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და ყოველ ჯერზე უფრო მეტად და მეტად საინტერესო ხდებოდა კონკრეტულად ამ სპექტაკლზე მუშაობა, რადგან თვითონ პეპო პიესა წაკითხული არ მქონდა, მაგრამ ნანახი მქონდა რამდენჯერმე ჩვენი დიდი რეჟისორის დოდო ალექსიძის მიერ დადგმული სპექტაკლი სადაც დიდი ეროსი და მეტიკო ასრულებენ თავარ როლებს და ნუ არაჩვეულებრივი დასია მთლიანად რუსთაველის თეატრში დადგმული ეს სპექტაკლი მქონდა ნანახი არაერთხელ და არ ვიცი რატო, მაგრამ რაღაცა განსაკუთრებული ემოციით ვიყავი ყოველთვის ამ სპექტაკლის მიმართ განწყობილი და როდესაც ბატონმა არმენმა ჩვენი ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრის სპექტაკლის ნახვის შემდეგ მიმიწვია ქორეოგრაფად და მითხრა რომ ახლა იქნება სამუშაო სპექტაკლი პეპოსთვის ძალიან დიდი დადებითი ემოცია მქონდა და დარწმუნებული ვიყავი რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა მუშაობა თუმცა მოლოდინს გადააჭარბა მუშაობის პროცესში დადებითი ემოციების აი ამ ზღვა რაოდენობამ მინდა აღვნიშნო რომ დასი არის არაჩვეულებრივი ადამიანებით დაკომპლექტებული და აი უზარმაზარი სიყვარული, ძალიან დიდი სიმშვიდე, ძალიან დიდი სითბო სუფევს და ეს არის როგორც ბატონი არმენის დამსახურება ასევე თითოეული მათგანის როგორც შემოქმედებითი გუნდის გულისხმობს მსახიობებს რეჟისორებს, არაჩვეულებრივ ქორეოგრაფს, ქალბატონ ნინა კონსტანტინოვნას და ასე შემდეგ. აი, თვითონ ტექნიკური პერსონალიც ძალიან ოჯახურ გარემოს ქმნის თითოეული მათგანი და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ყველას აი ასეთი სიყვარულის და სითბოს შენარჩუნებისთვის და აი ამ ყოველფრის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია შემოქმედებით პროცესში და სწორედ ეს ყველაფერი უწყობს ხელს შემდეგ იმას, რომ თვითონ სპექტაკლი გამოდის ძალიან საინტერესო, საყურებელი და თვითონ პროცესი, კონკრეტულად რეპეტიციების იყო ჩემთვის ორმაგად საინტერესო იმ მხრივ, რომ პირველად მქონდა
აი ასეთ პროფესიონალ გუნდთან გულისხმობ სამსახიობო განხრას დრამატულ თეატრს, არასაბალეტოს შეხება და მინდა ვთქვა, რომ პირველივე დღიდან შევატყვე, რომ ერთ ენაზე ვესაუბრებოდი მსახიობებს, რამაც ნამდვილად გამიადვილა მუშაობის პროცესი და ძალიან მიხარია, რომ ამ გუნდთან ერთად წინ კიდევ ბევრი ლამაზი სამუშაო მელოდება დარწმუნებული. ხო და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ შენ გელოდება, არამედ ჩვენ საზოგადოების წევრებს გველოდება ის ულამაზესი სანახაობები, რომელსაც მუდმივად გვთავაზობს პეტროს ადამიანის სახელობის თეატრი. გენო, კინტოს როლს ასრულებს შენ ეპოში და არსებობს ჩვენ არაერთი მხატვრული ფილმი ვიცით, სადაც ფაქტიურად მართალია მცირე როლები აქვთ ამ კინტოებს, მაგრამ ნასკვი აი იქ არის ზუსტად. იგივე ქეთო და კოტე აიღე თუ გინდა, ხო ეს კინტოები რო არ ყარაჩოღელები რო არ მოეყვანა. კოლორიტია რა თქმა უნდა. ხო, არ მოეყვანა კოტეს, შეიძლება ქეთოს ის გადაწყვეტილება არ მიიღო, რაც მიიღო. ნუ ეხა ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. მოდი აი რა ხდება ხოლმე კულისებში ვიდრე გავაგენო სცენაზე? რა თქმა უნდა, ნერვიულობაც არის. ეგ მაგის გარეშე არ შეიძლება, ვინაიდან შენ გადიხარ მაყურებლის წინაშე. და თავი რა თქმა უნდა, კარგად უნდა გაართო შენ საქმეში. ძალიან გიყვარს ხო მაყურებელი? ნამდვილად მიყვარს, რა ვიცი, მსახიობი სცენის გარეშე და მაყურებლის გარეშე როგორც არის ჩიტი გალიაში. მე ასე ვფიქრობ და რაც არ უნდა იყოს, რა როლიც არ უნდა იყოს. მე არასოდეს უარს არ ვიტყვი მაგაზე. ვინაიდან მე თუ არ ვიგრძნო ის სცენა, ის მაყურებელი, ის აპლოდისმენტები, ის ფარდის გახსნა, რა ვიცი, მე მაგის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. ამიტომ რა წინადადებაც იქნება რეჟისორებისგან, მე აუცილებლად უნდა მივიღო, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ცხოვრება. მე მაგის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. გიცდია თუ არა შენი მსახიობური ბედი, ასე ვთქვათ, ფილმში? ფილმში იყო პატარა ეპიზოდები, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ასეთი მოწვევა არ არის, რომ ისე როგორ გონია ფილმი თუ თეატრი? სცენა. იცით რა, გეტყვით, მაყურებელს შენ გრძნობს სცენიდან. ყველა მისი ცრემლი, ყველა მისი ხილი, კი, რა თქმა უნდა. ეგ სხვა არის, რა ვიცი, ფილმში რო ვთქვათ, ნამდვილად ჯერ არ მიმიღია იმდენად მონაწილეობა, რომ ალბათ უფრო თეატრი. და სპექტაკლი თუ რეპეტიცია? რეპეტიციაც გადის, რა ვიცი, სულ სხვა ემოციებია, ხო? აი, რა ვიცი, ყოველდღე რო ხვდები შენს მეგობრებთან, ყოველდღე რო რაღაცას თითქოს ბავშვი იბადება რეპეტიციაზე, არა? როგორ გადის ეს რეპეტიციები და როგორ მიდიხარ უკვე იმამდე, რომ შენ უნდა უკვე ითამაშო შენი სპექტაკლი, რომელიც აი ერთად დადგით, ერთ მთლიან გუნდთან ერთად. რა ვიცი, დიდი მადლობა მართლა მინდა მოუხადო გვანცაც, რომ ასე მოყვა ჩვენზე, რომ ჩვენ ნამდვილად როგორც ერთი დიდი ოჯახი ვართ. ნამდვილად ერთი ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, რა ვიცი, აი 1-2 დღე თუ თეატრში არ წავიდეთ, ერთმანეთი არ ვნახოთ, არ შეგვიძლია. ეს არის თითოეული თქვენგანის და ისევ და ისევ ვარ აღთოვანებული ბატონი არმენით და თქვენი დამსახურებაა ბატონო არმენ და თან არის ძალიან თავმდაბალი. ასეთი უნიჭიერესი ადამიანი და თუმცა ყველა ნიჭიერი ადამიანი თავმდაბლები ხართ, ვიცი ბატონო არმენ და კიდევ და კიდევ დიდი მადლობა. გენო, ყოველი შემდგომი სპექტაკლი არის თუ არა მცირედი გამოსწორება წინა სპექტაკლისა? რა თქმა უნდა, წინა როლისა. კი, რა თქმა უნდა, შენ რაც უფრო მეც თამაშობ, რა თქმა უნდა, უფრო მეც იზრდები, უფრო მეც ხვდები, რა და როგორ უნდა გააკეთო. პარტნიორებიდანაც არის ყველაფერი დამოკიდებული, როგორი პარტნიორი შეხვდება. შეიძლება აი 1-5 წლის წინ თუ ვითამაშე რაღაც სპექტაკლი, ხო? ეხლა თუ მომიწევს ისევი სპექტაკლი, უფრო სხვანაირად ითამაშებ, იმიტომ რომ უფრო იზრდები, უფრო გესმის, უფრო ხვდები, აი შეიძლება იქ ეს გავაკეთე, არ გავაკეთე, ეხლა აი ამას გავაკეთებ, ეხლა უფრო გავაკეთებ იმას, რაც საჭიროა. ეგ არის დიდი პროფესიონალი, აი გაზდა, როგორც იძახია. პროფესიონალური ზდა არის, გეთანხმები, დიდი მადლობა. გვანცა, არის თუ შეიძლება თუ არა იგივე თქვა ქორეოგრაფიულ ნამუშევარზე?
კი, აბსოლუტურად და გარდა იმისა, რომ თვითონ ქორეოგრაფიული შეგიტანია თუ არა, აი დავშათ რაღაც სხვადასხვა დეტალებში ცვლილებები, მაგრამ პრინციპში ეს ხო საჭიროების მიხედვით, თუმცა შეიძლება საჭირო არ იყოს ხოლმე და სურდეს ვცადო ვთქვათ ეს მონაკვეთი როგორ გამოვა თუ ასე გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, რეპეტიციაზე ვუყურებ, მაგრამ მაყურებლის რეაქცია მაინც მაინტერესებს ხოლმე და ამ ხრივაც გადამიდგავს ეს ნაბიჯები და გარდა იმისა, რომ თვითონ ქორეოგრაფიის ცვლილება შეიძლება მოხდეს, აი მსახიობები ვამბობთ ხო, მე თვითონაც აი როგორც ბალერინა ვამბობ, რომ ყოველი შემდეგი სპექტაკლი უფრო სხვაგანს და უფრო სხვა ემოცია და უფრო გზრდის. გარდა ამისა, აი ახლა რა გამოცდილებაც მივიღე, რომ დრამატულ სპექტაკლში ქორეოგრაფიული ნამუშევარი გავიდა, რომელზეც მსახიობთან ერთად ვიმუშავე, კულისებში დგომის დროსაც განვიცადე ეს ემოცია, რომ მე თვითონაც სხვაგანც დამქონდა, მე თვითონაც სხვა ემოცია მქონდა და ქორეოგრაფიაც სხვანაირად მიმდინარეობდა და როცა სცენაზე გავდივარ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ასმაგად ვგრძნობ და ასმაგად განვიცდი და ნამდვილად ასე არის ყოველი შემდეგი სპექტაკლი. არის ძალიან დიდი ზრდა, ძალიან დიდი ნაბიჯი, ვისურვებდი რომ ყოველთვის წინ ეს ნაბიჯი, თუმცა ხდება ხოლმე რომ რაღაცა ვთქვათ ისე ეპიზოდი არ გამოდის როგორც სულ პირველად გამოვიდა, მაგრამ რაღაცა სხვა ეპიზოდი გამოდის ისე როგორც შენ შეიძლება არც წარმოგედგინა და შენ თავისგანაც გაოცებული იყო. მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში არაჩვეულებრივი ლაშა ხოზაშვილი, რომელმაც ერთ-ერთ სპექტაკლზე ლაშას გამოსვლა ყოველთვის ფურორს ახდენდა ხოლმე თბილისს და ახდენს დღესაც მსოფლიო დიდ სცენებზე. ეს უბრალოდ ოკეანის მიღმა ლაშა ყველამ კარგად იცით. თვითონ ლაშას სიტყვები მახსოვს, მე მაშინ პატარა ვიყავი, რომ გაოცებული ვიყავით, ისეთი ტრუკები შეასრულა და ისეთი ემოციითიც ეკვა და ყველა ვეუბნებოდით ამას და კონკრეტულად მე როცა მივედი და ეს ფრაზა ვუთხარით, თვითონ ასეთ რაღაცა გითხრა, რომ მეც გაოცებული ვარ ჩვენისგან. ზოგჯერ ესეთებიც ხდება ხოლმე, რასაც არ ველოდებით, ის კარგი აუცილებლად ხდება და ამას აქვს ძალიან დიდი ძალა, რომ შემდეგ ეს სტიმული კიდევ და კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, რომ ახალი ლამაზი საქმეები აკეთოს მსახიობმა თუ შემოქმედმა. ძალიან დიდი მადლობა. გენო, გაუოცები ხარ თუ არა ოდესმე შენს მიერ შესრულებულ როლს? დიახ, იცით რატომ მე ისე მიყვარს, ანუ ჩემი როლები და ნამდვილად ისეთი როლები მხვდება, რომ ყველა ჩემი როლი მიყვარს. არ არის იგეთი, რომ ვთქვა, ვაიმე, ვერ ვითამაში ან რაღაც არ მინდა მაგის თამაში. რეჟისორების დიდი მადლობელი ვარ, რომ მართლაც ხდება ყველა ისეთი როლი, რომ კეთილი როლები აქვს. კი, კარგი როლები და თვითონ სახე აქვს ისეთი, რომ აუცილებლად მაგით უფრო იმაშვები, რომ აი ვამაყობ, რასაც ვთამაშობ. იმიტომ არის ეს უჩინმაჩინის ქუდიდან არჩილის როლი, ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს სერგოს როლი, საბრალდებო დასკვნიდან გამცემლიძე, რა ვიცი, ყველა ისეთი როლებია, რომ აი ძალიან მიყვარს და რატომაც არა, ძალიან კარგი, მომწონს პასუხი. გენო, ხა გასაგებია, რომ ხა რაც ჩამოთვარე, მანამდე ბავშვობაში წაკითხული გვაქვს და შემდგომ სტუდენტობაში ვკითხულობ და შემდეგაც გვიწევს ხოლმე წაკითხვა. უბრალოდ უშუალოდ შენი როლზე როგორ მუშაობ, რამდენჯერ გიწევს გადაკითხვა პერსონაჟის ტექსტებისა? სიმართლე რომ გითხრათ, სწრაფად ვსწავლობ ჩემ ტექსტს, სწრაფად იმაშვები თუ რას თამაშობ, როგორ თამაშობ, აღვიქვავ. არა, რატო იცი, რამდენჯერ გიწევს წაკითხვა ერთი და იგივესი, რომ შეხვიდე როლში? რო ვთქვა, ბევრჯერ არა. იმიტომ რომ ჩემი შესვლა ამ როლში რო იძახით, ჩვენ ხო ვიკრიფებით არა სანამ სპექტაკლი დაიდგავს. მაგას ქვია ჩიტკა. მაგ პროცესში შენ იწყებ უკვე გაგებას რა ხარ, ვინ ხარ, რას თამაშობ, რა თქმა უნდა რეჟისორიც გეხმარება. მაგიდან იწყება ყველაფერი ჩემთან. რა ვიცი.
და რამე ისეთი განსაკუთრებული ხომ არ გაქვს სცენაზე გასვლის წინ ან წინა დღით? მე გეტყვით, იცით რა, მე თუნდაც რეპეტიცია რო იყოს, ხო? ყოველ რეპეტიციაზე ისე ვაკეთებ ჩემს საქმეს, თითქოს მე უკვე პრემიერას თამაშობ. ჩემთვის არა მნიშვნელობა, ეგ არის რეპეტიცია თუ ეს არის სპექტაკლი. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ ისე, თითქოს ჩემ წინ უკვე ზის მაყურებელი და მე ვთამაშობ. და მუდამ ასე გამოდის, რომ აი გულით ვაკეთებ ყველაფერს. თუნდაც ის კინტო ხო, როცა გვავდი, არა? ყოველი ჩემი რეპეტიციაზე თითქოს აი რა ვიცი, მე უკვე პრემიერას თამაშობ და მე ვარ იმის მაყურებლის წინაშე. მე როგორ მსახიობი, რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ, რომ მსახიობი ნამდვილად ეგრე უნდა იყოს და არ არჩიოს რეპეტიციაზეა თუ არის უკვე გეთანხმება, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. კი. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი პროფესიის მიმართ ნამდვილად. და მოსული მაყურებლის. ვინაიდან ისეთი მასწავლებლები ყავდა მე ვინ ყავდა, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. იყო ლევონ უზუნიანი, რომელიც არის ჩვენი თეატრის რეჟისორი ასევე, რომელსაც მართლა დიდი მადლობელი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი როლები მითამაშია მის სპექტაკლში. იყო საქართველოს სახალხო არტისტი სერიკ შეკოიანი, რომელიც სამწუხაროდ არ არის ახლა ცოცხალი. ბატონი არმენ ბაიანდურიანი იყო ჩემი მასწავლებელი ასევე. შენუფლება არ გაქვს, რომ ამ ადამიანების სახელი, რომელიც მე ჩამოვთვალე, იყო ცუდი მოსწავლე ან ცუდი მსახიობი. და ამ ადამიანების სახელის გვერდით ხო ვცდილობ, რომ რაც დრო გადის პასუხისმგებლობა უფრო იზრდება და იზრდება. გეთანხმები. გვანცა არასოდეს არ დამისვია შენთვის ეს შეკითხვა და ეხა უნდა დაგისვა. სპექტაკლი თუ რეპეტიცია? ორივე, იმიტომ რომ სულ სხვადასხვა რამეა. სპექტაკლზე იბადება და შემდეგ სპექტაკლზე იზრდება. და აი რეპეტიციები არის ყოველი სპექტაკლის რამდენჯერაც არ უნდა იყოს ის მაყურებლის წინაშე წარდგენილი, ყოველი სპექტაკლის წინა რეპეტიციები ეს არის რაღაცა ახლის დაბადება და აი აბსოლუტურად გეთანხმები გენო იმ სიტყვებში, რომ თითქოს ბავშვი იბადება. ეს როდესაც პირველად იდგმება და როდესაც უკვე შემდეგ მეორეჯერ თამაშობ სპექტაკლს და ამ სპექტაკლს წინ თავისთავად უძღვის რეპეტიციები, ეს არის ზრდის პროცესი, აბსოლუტურად ადამიანის დაბადების, განვითარების დის პროცესს შეიძლება შეადარო რეპეტიციები და სპექტაკლი. ამიტომ ორივე და ორივე ერთნაირად. თუმცა სპექტაკლზე უფრო მეტი ჭკვიალა ემოციები არის, ალბათ ამასაც ვიტყვი. გასაგებია. რამდენად გულწრფელია მსახიობი თამაშის დროს? ან რამდენად გულწრფელი უნდა იყოს? გულწრფელი ნამდვილად უნდა იყოს. ვინაიდან შენ ხარ სცენაზე, მაყურებელი შენ გიყურებს. და ალბათ მაგ დროს შენ არ თამაშობ, ალბათ შენ იმას გამოხატავ, როლს გამოხატავ, ვის როლსაც თამაშობ. და ეგ არის გულწრფელობა, კი? არის ესე წამიკითხავს, აღარ მახსოვს ახლა სად, რომ რაოდენ მძიმე როლი არ უნდა კონდეს მსახიობს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ბალეტის მსახიობი თუ დრამატული თეატრის მსახიობი. მაინც თუ მსახიობმა ის მოახერხა და თუ მსახიობს გააჩნია იმის ოსტატობა, რომ მცირედი სიხალისე შეიტანოს იმ მძიმე როლში, ის უკვე იმასთან მეორედ და შემდგომ მოსვლას ცდილობს მაყურებელი, ანუ კიდევ და კიდევ უნდა იმ მსახიობს, აი ამაზე რა სიტყვით და წამები მრჩება ამ გამოშვების დასრულებისთვის. უნდა კონდეს თუ არა იმ მცირე რაღაცა სილაღის მარცვალი ნაპერწკალი რო ჩადოს. კი, აუცილებლად უნდა ჩადოს, ვინაიდან მაყურებელს ვერ მოატყუებ. მაყურებლის აპლოდისმენტებიც ბევრ ამას ნიშნავს. ეგ მე მგონი კი, უნდა დაუბრას. მაყურებელი ისეთია, რომ არ მოეწონა, ისე ტყუილა უბრალოდ არ დადგება და ბრავო და ბის არ გიყვირის.
უბრალოდ არ იქნება ის მაყურებელი, რომ აი ვერ გააცინე და გაიცინოს, ვერ აატირე და იტიროს. იმიტომ ისე უნდა გააკეთო ყველაფერი, რომ ნამდვილად მეორეთაც მოუნდეს მოსვლა და მესამეთაც უნდა მოუნდეს მოსვლა მაყურებელს. აი შენ რა სიტყვი ხა ბალეტში ცოტა რთულია ეს, მაგრამ ნუ ეს ჩემ ზოგადად ახლა შენ ახსნე. ზოგადად აბსოლუტურად ვეთანხმები გენოს, როდესაც თეატრში მოდის ადამიანი, თეატრი არის სულიერი ზრდის ერთ-ერთი წყარო, ხო, შინაგანი კულტურის დის. იქ აუცილებლად უნდა დახვდეს ხატრული გადმოცემის სწორი ხერხები. და როდესაც მძიმე როლი აქვს შესასრულებელი, იქ ყველაფერი სასწავლებელია თეატრში, რაც ხდება, ხო, მოვდივართ იმისთვის, რომ ვისწავლოთ რა არის კარგი, რაც. როდესაც მძიმე როლია, ის მოახერხა გვანცა სიტყვებით, რაც არაუშავს გვანც, ის ურჩევნია მამულსაო, ხო? როდესაც მძიმე როლი აქვს შესასრულებელი ადამიანს, იმას აუცილებლად უნდა კონდეს უნარი იმისა, რომ გაანეიტრალოს და სწორად მიაწოდოს მაყურებელს სათქმელი. ძალიან დიდი მადლობა გამოშვებისთვის, განკუთვნილი დრო ამოიწურა. გენოს ძალიან იჩქარება ეხა რუსთაველის თეატრში და უნდა გაუშვათ. თქვენ არ გადართოთ რამდენიმე დღის წინ 4 შაბათს თბილისის ხორავას სახელობის თეატრში შედგა ულამაზესი პრემიერა სახელწოდებით თოვლის გოგონა სინათლისკენ, რომლის ქორეოგრაფი გახლავთ ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრის ხელმძღვანელი, ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი და ბალეტის მოცეკვავე გვანცა ლაზარეშვილი და მომავალ გამოშვებაში სწორედ აქ იყვნენ ბავშვები და იყო დასის რამდენიმე წევრი და მომავალ გამოშვებაში სულ 3 წუთში დაგიბრუნდებით მე თქვენ თეატრის ერთ-ერთი ბალეტის მოცეკვავე იქნება ჩემი სტუმარი და მოდი დაანონსე რომელი იქნება. მეც მასთან ერთად ვიქნები. ძალიან სასიამოვნოა, გვანცას არ ვემშვიდობები. გენო, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. კვლავ და კვლავ დიდი მადლობა ბატონ არმენს ასეთი არაჩვეულებრივი თეატრისთვის და ასეთი არაჩვეულებრივი დასისთვის და ასეთი არაჩვეულებრივი რეჟისორული ნამუშევრებისთვის. გენო, წარმატებებს გისურვებ და ერთხელ კიდე გაგვიმეორე, როდის არის პრემიერა? პრემიერა არის 17-ში, მე დეკემბერს, დიახ, 18-ში და 23-ში. დიდი მადლობა. ველოდებით ჩვენს მაყურებელს რუსთაველის თეატრში. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ სომხურ მაყურებელთან უკვე მითამაშია და აი ქართველ ენოვან მაყურებელთან არის ჩემი პირველი თამაში. წარმატებებს გისურვებ, არაჩვეულებრივად იქნება ყველაფერი. დიდი მადლობა გენო და მე ხო 3 წუთით გემშვიდობებით და 3 წუთში დაგიბრუნდებით გვანცამე და კიდევ ერთი მშვენიერი ბანელი.